ამ უნივერსიტეტის ღირსების საკითხია აფხაზური ენის გადარჩენა. და დღევანდელი კონფერენცია მიეძღვნა სწორედ აფხაზურ ენას. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება და ხაზი. აფხაზური ენის პროპაგანდა მისი დაცვის მიზნით, მისი შენარჩუნების და გადარჩენის მიზნით. იუნესკოს მიერ ჩამონათვალში აფხაზური ენა არის მიდრეკილი ყდომისკენ. აი მსოფლიო ენების ატლასზე. აი ესეთი ბედი ელოდება ხვალ აფხაზურ ენას. თუ რაღაც ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა და ჩვენ მაყურებელი პროცესის, უარყოფითი პროცესის ვერ ვიქნებით. აფხაზური ენის დღე ყოველ წელიწადს რა კი აღინიშნება, ჩვენ აფხაზოლოგები, ქართველი აფხაზოლოგები თავს ვალდებულად ვთვლით, რომ აღნიშნოთ ეს დღე და გარკვეული ანგარიში წარვადგინოთ იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა განვლილი ერთი წლის განმავლობაში. აი ახლა აქ ჩვენ გვაქვს გამოფენა იმ წიგნებისა, ერთი ნაწილი აქვს წარმოდგენილი, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გამოიცა ჩვენს უნივერსიტეტში კერძოდ ერთი დიდი ნაწილი ჩემი მონაწილეობით, დანარჩენი სხვების მონაწილეობით მიულოცავ აფხაზებს დღევანდელ დღეს, აფხაზური ენის დღეს და უსურვებ რომ გადარჩეს ეს ენა, ვინაიდან სხვაგვარად წარმოუდგენელი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ენა. Ასაკირველია, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება აფხაზურად მოსაუბრე, მით უფრო დაცული იქნება აფხაზური ენა. გარდა იმისა, რომ დღეს აფხაზური ენის დღე და ამის გარშემო კონფერენცია ჩატარდა, ჩემი წიგნის აფხაზური პოეზიის ანთოლოგიის წარდგენაც მოხდა. ამ ანთოლოგიაში შეტანილია დიმიტრი გულიადან დაწყებული დღევანდელ დღემდე ჩემი თანატოლი აფხაზი ავტორების ნაშრომები.